როგორი იქნება ქალწულებისთვის 2026 წელი? გარდამტეხი და სტრატეგიული წელი იქნება. გარედან შეიძლება ნაკლებად დრამატული ჩანდეს, მაგრამ შიგნით მიდის ღრმა გადაწყობა თქვენთან. პასუხისმგებლობების, ურთიერთობებისა და ცხოვრების სტილის დონეზე. სატურნისა და ნეპტუნის გადასვლა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ფოკუსირება იქნება საერთო ფინანსებზე, ვალდებულებებზე, ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციაზე. ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება 2026 წელში. რას წამოწევს? ფინანსურ ვალდებულებებს, დალაგებას, როგორც არის ესხები, ვალები, პარტნიორული ფინანსები, ბიზნეს საკითხები, ემოციური მიჯაჭვულობის გარდატეხა ხდება ამ პერიოდში, ძველი შიშების დამოკიდებულებებისა და კონტროლის თემების გაწმენდა. სატურნი აქ მოითხოვს სერიოზულობას და წესრიგს. ნეპტუნი კი აქ ძველი ილუზიების დაშლას წამოწევს. თუ რამე ბუნდოვანი იყო თქვენთან ურთიერთობებში ან ფინანსურ საკითხებში, 2026 წელში ვეღარ დარჩება დაუდგენელი ეს. იუპიტერი კირჩხიბში პირველი ნახევარი წლის აქ ფოკუსირება იქნება მეგობრების თემა და სოციალური წრე. გეგმები, რომელიც დაგეგმილი გაქვთ, აუცილებლად ეს პერიოდი გამოიყენეთ. საკმაოდ ხარდამჭერი პერიოდია ეს, მოიტანს სასარგებლო ნაცნობობის, მეგობრების, დახმარების თემებს. ეს შანსები აუცილებლად გამოიყენეთ როგორც კოლექტივში, ასევე მიზნების გაფართოებისთვის. იდეალური დროა ასევე გუნდურ პროექტებზე სამუშაოდ, ასტროლოგიური ან კონსულტაციური საქმიანობისთვის. ლომი მეწყულის ღერძზე დაბნელებები, ეს თემა იქნება ცნობიერი და არაცნობიერი თემები, დასვენება, შრომის ბალანსის მოპოვება. დაბნელებები გაჩვენებთ სად ახართ გადაღლილი, სად გჭირდება გაჩერება და სად გჭირდება განკურნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოემოციური ჯანმრთელობა. ქალწულებისთვის 2026 წელში პასუხისმგებლობების გადახედვის პერიოდი იქნება, კარიერული მოულოდნელი ცვლილებების, ფინანსური და ემოციური გაწმენდის, ჯანმრთელობისა და რეჟიმის ტრანსფორმაცია. ძველი ციკლის დახურვის პერიოდია თქვენთან და ახალი ეტაპისთვის მზადების პერიოდი. შეეხება იმათ, ვისაც ასცენდენტი გყავთ ქალწულში და ასევე მნიშვნელოვანი პირადი პლანეტები. ვისაც გსურთ 2026 წლის პირადი რუკის შედგენა, მიმდინარე მოვლენები განვიხილოთ ერთად, დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან მომწერეთ პირადში. წარმატებები მინდა ყველას გისურვებთ.